საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამომშვიდობისა, ბატონ მიხეილ, მადლობა რომ გვეწვევით. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ პატივცემულ მაყურებელს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ქვეყანაში გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, გარედან მართულ სისხლიან რეჟიმს, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოხდება. გარდა ამისა, მისი გუნდის წევრმა მამუკამ დინარაძემ გააკეთა ასევე განცხადება, რომ დაინიცირებულია კანონი, რომელიც მოახდენს მედიის პრესის რეგულირებას და ასევე იმ უცხოელ დონორებს აღარ ექნება საშუალება, რომ დააფინანსონ ეს მედია საშუალებები და ასევე კობახიძე ამბობს, ასევე პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, იგივე deep states, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამიტომაც არ ხდება ესე მომენტალურად კუპირება ამ საპროტესტო აქციების, იციან რა, რომ ინსტრუქტაჟს და დაფინანსებას ჯერაც იღებენ სწორედ ამ deep state-დან, ან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. ეს არის მოკლე მონახაზი იმისა, თუ რაც ახლა ხდება, როგორი მიდგომა აქვს ხელისუფლებას არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო ისმის და მეტი სიხისტი არის, მხოლოდ განცხადებების დონეზე, რა თქმა უნდა, და სასანქციო პაკეტიც აქვს. ისმის ასეთი მოწოდებები და განცხადებები, რომ საქართველოში მყარდება ერთგვარი ავტორიტარული მართლობა, პირდაპირ ამბობენ, რომ აქ არის ავტორიტარული რეჟიმი. კენეთ იალოვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ასევე გამოდის და აცხადებს იმის თაობაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასე მარტივად, თქვათ, არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან. ბატონ მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მთელი ამ განცხადებების ფონზე შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ საპირისპირო ნაბიჯების გადადგმით ხელისუფლება როგორაც პასუხობს ამ ოპოზიციის აქციებს. შეიძლება განვიხილოთ ეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმად და ავტორიტარულ მართლობის შემოღებად საქართველოში. თქვენ როგორ ფიქრობთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვიტყოდი, რომ ეს ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ, არის დაგვიანებული. მაგრამ გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რა რეალობაც იყო, რა ზეწოლა იყო და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ბატონო დავით, რომ გეოპოლიტიკის ძალიან დიდი გრადუსით შემოbrunებამ და შეცვლამ გეოპოლიტიკის როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში გამოიწვია ის ცვლილებები, რომელსაც აპირებს ახლა მართველი გუნდი და მე ღმადა ვარ დარწმუნებული, რომ არა მარტო ჩვენი, არამედ 80% საქართველოს მოსახლეობის სურვილი, როდესაც პირველ არჩევნები იყო, ასე ვთქვათ, 2012 წლის, სწორედ იმიტომ ისეს ხმა ქართულ ოცნებას, რომ გაეკეთებია ის, რასაც აკეთებს დღეს. მაგრამ არის ნათქვამი, ნუ განეკითხავ მანამ, სანამ არ აღმოჩნდები იმათ ადგილზეო. ჩვენ ბოლო არჩევნებშიც ძალიან ჩემმა ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა დიდი ავანსით მისცა ხმა ქართულ ოცნებას და დღეს ისინი მიირეკავენ და მეუბნებიან, რომ მე მგონი არ შევცდითო და ყველა არის ძალიან, ასე ვთქვათ, მოხარული ამ ცვლილებების. მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა ჩვენი ლიბერალებისთვის ჯერ USAID, მერე ახლა დღეს დაანონსა მართლმა პარტიამ ფარა სიტყვით გადავთარგმნით და გადავწერთო. სხვადასხვა ჩვენმა საერთაშორისო მდივანმა ბატონმა მამუკამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ თუ ეს კანონი შეიცვლება გამკაცრებისკენ და ამ დღეებში მოვძებნით იმ და საერთოდ განვათავსებთ. და ახლა არის კომისია, საგამოძიებო კომისია, რომელიც იქნება ძალიან ხისტი, მე არ მაქვს უფლება დავასახელო თავმჯდომარე, მაგრამ ძალიან საინტერესო და პრინციპული ადამიანი ჩაუდგება ამ კომისიას სათავეში, გვარს რო გაიგებენ, მიხვდებიან რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ეჭვები იმაზე, რომ ეს კომისია შეიძლება იყოს ფიქტიური, აი ამითი ნიველირებული მოხდება. საქართველოს მოსახლეობა უკვე 35 წელია ელოდება ქვეყნის ქვეყნად ქცევას.
ბევრს წინდა ოცნებისგან ჩემ მეგობრებს როცა ვამბობდი რომ საქართველოს არის კოლონია და ბოლო 2 წელი შევცვალე დეკოლონიზაციის პროცესი დაწყებულია და მე ამას აქაც ვამბობ საქართველოს მედიაში და უცხოეთში როცა მაქვს ჩართვები იქაც ვიმეორებ რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დეკოლონიზაცია ძალიან მძიმედ ძალიან დიდი ასე ვთქვათ პრობლემებით მაგრამ დღეს არის გასული ასე ვთქვათ საფინიშო სწორზე მაგრამ ეს დასავლეთი პირიქით ამბობს რომ ამით ავტორიტარიზმისკენ მიდიხართ და ბოლო პერიოდში ასევე ისმის რომ აი ბელორუსს ადარებენ ბელორუსიზაციის გზით მიდიხართ ამასთან თქვენ სხვათა შორის აი ერთადერთი პარტია იყო სოლიდარობა მშვიდობისთვის რომელთა პოლიტსაბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ იქ დამკვირვებლებად ოფიციალური მოწვევით ბრძანდებოდით ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში და ასევე ამ არჩევნების დასრულებისთანავე პრესკონფერენციაც გაიმართა თავად ლუკაშენკოსი ასევე იყო იქ ცესკოს თავმჯდომარის მიერ გამართული პრესკონფერენცია და რაც ყველაზე მთავარია საკმაო რაოდენობით იყო წარმოდგენილი საერთაშორისო პრესა მათ შორის იმ გლობალისტური არხებიდანაც და იქ საგულისხმოა ერთ-ერთი კითხვა იყო იქ ჟურნალისტის ლუკაშენკომ ევროპელი ჟურნალისტი იყო ის და ლუკაშენკომ უთხრა პრობლემები ახლა ჩვენ კი არ გვექმნებაო პირიქით თქვენ გექმნებათ ევროკავშირს შეექმნება პრობლემები ჩვენ ჩვენი თავი დაცული გვაქვს და ჩვენ არ გვექნება არანაირი პრობლემები ნუ აქ იგულისხმებოდა ტრამპის არჩევის კონტექსტში როგორც გახდა ახალი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების თავისი დღის წესრიგით მოვიდა და ბევრი რამე უნდა შეიცვალოს შესაბამისად ამაზე იყო ლუკაშენკოს ეს პასუხი და თქვენ ბატონო მიხეილ იქ ადგილზე ხო გიწევდათ რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი უბანი შემოიარეთ ხო შტაბ-ჭრილება როგორი შეგექმნათ? ანუ ჩვენი მდგომარეობა ახლანდელი საქართველოში მიმდინარე პროცესები და იმ უცხოელთა ეს ეგრეთ წოდებული პარტნიორები რო ყავს ჩვენ და დროს არ კარგავენ და ყოველდღე ხან X პლატფორმაზე წერენ, ყოველდღიურ რეჟიმში რო მოძღვრავენ. გაავს ეს მათი ნათქვამი, ანუ ჩვენ მივდივართ ბელორუსიზაციისკენ? თვითონ ბელორუსის მომენტია საინტერესო. დასამალი არ არის, მე დღეს ანონსის განაცხადე, რომ ჩვენ ბელორუსზე გვექნებოდა დღეს საუბარი, სიუჟეტიც არის და ბატონი დუმბაძე ჩაგვერთვა, ბატონი თენგიზი ჩაგვერთვება, ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი და დღევანდელი დღე პრაქტიკულად მიზღვნილი იქნება, იმიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ერთად კოლეგიალურად, რომ აი ეს ბელორუსიზაცია გახადეს რაღაცა ესეთი იარლიყი საფრთხობელა, რომელიც აი თუ ბელორუსიზაცია მოხდება, საქართველოს დაიღუპება. ეხლა მე სულ 2 წუთი მინდა სანამ სიუჟეტი იქნება, მოგახსოვოთ რამდენიმე ციფრი. აი მაგალითად, საშუალო ხელფასი ბელორუსში არის $750. სოფლად არის $500-მდე და მინდა ხაზი გაუსვა. 100%-იანი დასაქმებაა. იქ უმუშევარს ვერ იპოვნით, დილის 6 საათზე ხალხი გაჩერებებზე 6 ნახევარზე მეტრო იწყოს მუშაობას. საშუალო პენსია $240 ეკვივალენტი. პროდუქტი აი ფასებთან შედარებით საქართველოში არსებული და სოფლიოში არსებული პროდუქტებზე ადგილობრივი წარმოების თითქმის 40% იაფია ვიდრე ჩვენგან. ხარისხზე არაფერს აღარ ვსაუბრობ. სოციალური დაცვა 3 და ზევით ბავშვზე ხდება 10 წლებით 20-25 წლიანი განმავლობები ბინის მიღებაზე. დაახლოებით ეს შეადგენს $60-80-მდე ყოველ თვე გადასახადს, ეს იპოთეკას რო ეძახიან. მეოთხე ბავშვის შეძენაზე იწყება უკვე ბინების გადაცემა. ყოველი მომდევნო შვილის გაჩენაზე არის ეგრეთ წოდებული მატერინსკი კაპიტალ, დედობრივი კაპიტალის $10,000-ით ოდენობით გადაცემა. ამავე დროს უყურეთ რა საინტერესო რამე არის ჯანდაცვაზე მეშეპეს 4% იხარჯება. პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი, აი საინტერესოა, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა. თუ მას აქვს სურვილი სხვა ჯანდაცვის და სხვა ხარისხის, მაგრამ მერწმუნეთ, ხარისხი არის ზუსტად იგივე, რაც შეიძლება იყოს კერძო კლინიკაში, შეიძლება იყოს განსხვავებული, ახლა დეტალები არ ვიცი, მაგრამ ოდნავ კომფორტი. 2500 პოლიკლინიკა პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც არის საბჭოთა კავშირიდან ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, გადმოტანილი, რამე თუ პრევენციის სახით ხდება და თუ ვინმე არ იკეთებს კვლევას, მას აიძულებენ კი არა, დაბეჭდებით თხოვენ, რომ ეს კვლევა ჩაიტარონ. 580 საავადმყოფო ემსახურება ბელორუსიის მოსახლეობას.
ბელორუსია აი გადანერგვებზე იმპლანტაციას რო ეძახიან, გაკეთებული არის აი ბოლო მონაცემები წამოვიღე 1058 ოპერაცია, მათ შორის თირკმლის გადანერგვა 350, მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში ამაჩვენებლით, ღვიძლი 100, ეს არის მე-10 ადგილი მსოფლიოში, გული 40, მე-11 ადგილი მსოფლიოში. ამავდროულად ბელორუსი 170 ქვეყნიდან მე-16 ადგილზეა საბაზისო განათლების მონაცემებით. ამავდროულად წერა-კითხვა აღმოფხვრილია 99 და 9%, ანუ 0.01%-ია, ვინც და კოლეგებმა მითხრეს, რომ ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელიც იქნება აღმოფხვრული. არა მარტო წერა-კითხვა, აქ არის საუბარი გამართულად წერაზე, ასოების გამოყვანაზე არა, წერაზე, აზროვნებაზე და არა ისე სამწუხაროდ ჩვენი ბავშვები რომ წაკითხული შინაარსი ვერ გამოვაქვთ. 50 უმაღლესი სასწავლებელი ემსახურება ახალგაზრდების აღზრდას. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის კერძო, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის ჩვენ მქონდა ერთ-ერთი უბანი იყო უმაღლესი სასწავლებლების საერთო საცხოვრებელში. მთელი კამპუსია, რამდენიმე ათეული კორპუსია და 50 რუბლს იხდიან თვეში. 50 ბელორუს რუბლი დაახლოებით 60 ლარი არის. მათ აქვს სტიპენდიები. პირველ სემესტრში ყველას ერთნაირი სტიპენდია აქვს, ხოლო სემესტრის ბოლოს და კურსის ბოლოს უკვე მათი მაჩვენებლების და მოსწრების მიხედვით სტიპენდია ზოგს უნარჩუნდება, ზოგს ემატება. ამის გარდა, აი ყველა საინტერესო რა არის, ჩვენ ხო აღვნიშნეთ $700 საშუალო ხელფასი. 3 ოთახიანი ბინის კომუნალური მომსახურება, ანუ კომუნალური უზრუნველყოფა დაახლოებით ჯდება $35-40. ეს არის 100 ლარი. ამაში შედის ელექტროფიკაცია, ამაში შედის გათბობა, ამაში შედის კომუნალური მომსახურება, ანუ ყველაფერი გარდა ინტერნეტისა. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ეს არის დაახლოებით 3-4% ერთი ადამიანის ხელფასის. და როცა ოჯახში ორი ადამიანი მუშაობს და საშუალო შემოსავალი ყველაზე ნაკლები ვთქვათ $1300-ია, 35 და $40 ეს 1%-მდე დადის. აი ასეთ დიქტატურასთან გვაქვს ჩვენ საქმე ბელორუსიაში და მე კარგად მახსოვს გამომდინარე რომ 90-იანების საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი კომისიის დივანი ვიყავი საქართველოსთან. მე კარგად მახსოვს ბელორუსიამ როგორ გაიარა 90-იანი წლების პირველი ნახევარი დაახლოებით 93-14 წლამდე, სანამ ლუკაშენკო არ მოვიდა ხელისუფლებაში. ანალოგიური მდგომარეობა იყო რა საქართველოში. განუკითხაობა, ეკონომიკური პრობლემები და რაც თავარია. მე მინდა ვთქვა, რომ 90 წლისთვის ბელორუსის მოსახლეობა იყო დაახლოებით 10 მილიონამდე. დღეს ის არის 9.500.000 რამდენიმე ზუსტად აღარ მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მოსახლეობა ამ სიტუაციამ შეინარჩუნა და არ არის გადინება ქვეყნიდან. არავით არის გადინება. პირიქით, ძალიან ბევრი ჩამოდის ბელორუსში, ძალიან ბევრი სხვა ერის და ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც ბელორუსები, იგივე კანონებით ცხოვრობენ, იგივენაირად ემორჩილებიან კანონს და ჩვენ აი ამის 96% რძის ნაწარმი იწარმოება სახელმწიფო სექტორში. რძე 96% იწარმოება კოლმეურნეობაში. 90% სოფლის მეურნეობის ექსპორტი ბელორუსიას აქვს რუსეთთან. ანუ პრაქტიკულად ის თქმა მინდა ბატონო ლუკაშენკო მე კიდე ერთხელ მინდა მიულოცო მას არჩევა, ეს კიდე სხვა თემა არის სიუჟეტში ნახავთ, როგორი ზეიმი მოუწყო ხალხმა ხელისუფლებას და ხელისუფლებამ ხალხს. ანუ ის რაც 2020 წელს საშიშროება დაინახა ბელორუსმა ხალხმა, გააკეთა დასკვნა და გააკეთა სწორი დასკვნა. და დღეს ბელორუსი არის ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და საცხოვრებლად კომფორტული ქვეყანა. მე არ ვძახი რომ იქ სასწაული შემოსავლები და მილიონერები, მაგრამ ისაც ადამიანს უნდა, ჩვენ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, ისაც ადამიანს უნდა, აი ეს ყველა მონაცემები მათ აქვთ. მათ აქვთ ის მონაცემები, რომ ხვალინდელი დღის იმედი აი ეს არის, როცა ადამიანს ხვალინდელი დღის იმედი აქვს, ის არის ბედნიერი, ის არის გახარებული და ჩვენ იქ ბატონი მერავი ერთად ვიყავით ჩვენ და მე ვისარგებლებ შემთხვევით და აი ეს სიუჟეტი რო გაკეთდა და ჩვენ მასალას ვაწვდით ბელორუსიდან 4 დღის განმავლობაში ბატონი მერაბის რაღაც არნახული შრომის ფასად მოხდა ეს და ბატონი მერაბ დიდი მადლობა ამისთვის, რა ვიცი, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ყველა ჩვენთაგანმა. და ამიტომ ბელარუსიზაციას როცა იძახიან, მე მინდა დავორწმუნო ჩვენი ლიბერალი ოპოზიციონერები, რომ ძალიან ბევრი საღათ მოაზროვნე ქართველის მენტალობაში და აზროვნებაში და ქვეცნობიერში ძალიან სიმპათიურად განეწყობიან და თუ ბელარუსიზაციას მოახდენს ჩვენი მართველი პარტია
ეს წელიწადში ორ წელიწადში არ მოხდება, მაგრამ ამ გზას თუ დაადგება და ადამიანზე ორიენტირებული იქნება და როგორც დასავლეთს ხელი დაუქმნია ახალგაზრდა ლუკაშენკო მრავალი წლის წინ ასევე დაუქმნებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ დაგვიქნებია დასავლეთის ხელი. დასავლეთმა თვითონ დაგვიქნია ხელი ბატონო დავით. თავად გაგვრიყა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის და ახლა აქეთ გვაბრალებს. აღარ ვჭირდებით, აღარ არის საქართველოს ანფეთქებელი რუსეთის და ამ მაპატიეთ გაუბედურულ ქვეყანაში რაღა დარჩენიათ. ეს საერთოდ ზავლეთ. აი ესა უბრალოდ ბელორუსზე რო არის საუბარი, ჩვენ კიდე რაღაც ციფრები მექნება და მოგახსენებთ. კი ბატონო. ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვნახოთ ეს სიუჟეტი ამ ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და სანამ სიუჟეტი გავა აქვე კითხავთ ბატონო მიხეილ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო გამოყოფილი მთელი რაზმი შეკრა მე მგონი ერთი თვითმფრინავის გაგზავნას აპირებდა რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩამოეგდოთ როგორც თავად ამბობდნენ ასე აცხადებდნენ რომ ეს რეჟიმია უნდა დავამხოთო თან ეს მათ ჰქონდა დავალება დასავლეთიდან მიღებული და ახლა როდესაც ქართული დელეგაცია თან პარტიის სახით ჩადის იქ და აკვირდება როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ამ არჩევნებს თქვენ როგორ ფიქრობთ ანუ მინსკის რადარებზე საქართველოს უფრო აქტიურად იქნებოდა ალბათ ასახული, ხო? რა თქმა უნდა, მე მადლობა მინდა უთხრა როგორც რუსულ მასმედიას, ასევე ბელორუსულ მასმედიას, მადლობა მინდა უთხრა საქართველოში ბელორუსის საელჩოს, აი იქნება სიუჟეტში და პრაქტიკულად ძალიან დიდი ყურადღება იყო ჩვენს მიმართ ბატონო მამუკამ, ბატონო თემურმა და მე ფიფიებმა და მე დაახლოებით 50-ზე მეტი ინტერვიუ მივეცით სხვა მედიას, ნუ მე მიწვეული ვიყავი პირველ არხზე ბელორუსის ტელევიზიის, რა თქმა უნდა, მადლობა ხელმძღვანელობას, მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აი იდეალური სამუშაო პირობები იყო შექმნილი, იდეალური სამუშაო პირობები, იმიტომ რომ ისინი თავის მომავალს იცავენ და თავის მომავალს აძლიერებენ. კი ბატონო და მე რეჟისორს ვთხოვ გაუშვოთ ეს სიუჟეტი რომ ტელემაყურებელსაც ეწოდინება რა ხდებოდა მაშინ ამ არჩევნების პერიოდში ბელორუსში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 5 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებით დამთავრდა. საარჩევნო პროცესი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნები კვირას 26 იანვარს გაიხსნა, მანამდე ვადამდელი კეჭისყრა გაიმართა, სადაც ცესკოს მონაცემებით ამ მომრჩეველთა დაახლოებით 42%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნები ოფიციალურად გახსნილად ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ გამოაცხადა. მინსკში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებს საქართველოდან მხოლოდ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ესწრებოდა, რომელიც სადამკვირვებლო მისიით ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიწებითა და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს პატრონაჟით იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, გენერალური მდივანი თემურ ფიფია, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია და პოლიტსაბჭოს წევრი ნატა არღულიანი შედიოდნენ. დელეგაციას უშუალოდ ბელარუსის საგარეო უწყების დსთ-სა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს პირველი მდივანი იგორ პოლუიჩიკი კურირებდა. ვიზიტის საინფორმაციო უზრუნველყოფას სტუდია სოლიდარობის დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მერაბ ჭიქაშვილი უწევდა. მე პარტია სოლიდარობა მშვიდობის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები აქ, ვაშუქებ მოვლენებს, პროცესებს, არჩევნებს აკვირდება ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების გარდა, ასევე ჟურნალისტები აკვირდებიან, აშუქებენ მოვლენებს, მართლაც არჩევნები ტარდება საკმაოდ გამჭვირვალედ, საკმაოდ ორგანიზებულად. ვიზიტის პირველ დღეს პარტიის ლიდერები საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. გახსნის ცერემონიაზე ძველ მეგობრებს იგორ კარპენკოსა და თემურ ფიფიას შორის თბილი შეხვედრა შედგა. მოგესალმებით კოლეგებო და დამსწრე საზოგადოებო, ჟურნალისტებო და საერთაშორისო დამკვირვებლებო. დღეს ჩვენ გავხსენით მთავარი საინფორმაციო ცენტრი ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ორგანიზატორებს ამ საინფორმაციო ცენტრის. რადგან თქვენ რასაც ახლა აქ ხედავთ, ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია რამოდენიმე ათეულის და ალბათ ასეული პროფესიონალი ადამიანის სხვადასხვა სფეროდან ბელორუსიის. რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვისას ჩვენ პირველ რიგში ხელმძღვანელობდით მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე თანამშრომლობთ ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც ჩართულია ამ არჩევნებში.
ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კონსტიტუციური პრინციპების და კანონმდებლობის დაცვის კუთხით. ქართული დელეგაციისათვის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობა საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა უცხოურ მედია საშუალებებს ინტერვიუები მისცეს. ამასთანავე ბელარუსიის პირველ არხზე ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი სტუმრად იყო მიწვეული. Что касается выборов, мы посетили больше. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ 20-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და დავაკვირდით. მინდა აღვნიშნო მაღალი დონე არჩევნების ორგანიზების, ასევე მოსახლეობის ინფორმირების, პროფესიონალიზმი კომისიის წევრების და ასევე კომისიის თავმჯდომარეების და დღესასწაული, რომელიც ვნახეთ. მოკლედ რომ თქვა, ჩვენ ჩამოვედით არჩევნებზე და აღმოჩნდით დღესასწაულზე. ეს იყო დღესასწაული, რომელიც მოუწყო ბელორუსიის ხელისუფლებამ მოსახლეობას და ასევე მოსახლეობამ მოიწყო თავისთვის. მინსკში პარტიის საერთაშორისო მდივანი რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩოვს შეხვდა. მამუკა ფიფიასთან საუბარში კოსაჩოვმა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისადმი ქართველი ხალხის ერთგულება დადებითად შეაფასა. ჩემი შეხედულებით არსებობს 5 ქვეყანა და კიდევ 15, სადაც არსებობს სუვერენიტეტი და იციან თუ როგორ დაიცვანის, მე დავიწყებ საკუთარი ქვეყნიდან და ეს არის რუსეთი, ბელორუსი, შემდეგ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. მე არ ვადარებ ქვეყნებს ერთმანეთს, ისინი აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. მე ვადარებ რამდენად შეუძლიათ მათ საკუთარი ქვეყნის საქმეებში საგარეო ჩარევა აღკვეთონ. ამიტომ ოჯახ ქართველებს, რომ გამოფხიზლდნენ და კბილებით იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლები 20-მდე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და როგორც წინა საარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესს საკვირდებოდნენ. თითოეულ უბანზე ქართულ დელეგაციას კომისიის თავმჯდომარეები ხვდებოდნენ და კენჭისყრის დღის პროცედურებს, საუბნო კომისიის წევრებსა და არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აცნობდნენ. ბელარუსიის საარჩევნო ტრადიციის თანახმად იმ მოქალაქეს, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისია სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. საჩუქრებს შორის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს კონსტიტუცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ, ორგანიზებულად და საზეიმო განწყობით მიმდინარეობდა, რაც ასევე ქვეყნის საარჩევნო ტრადიციის ნაწილია. აღსანიშნავია ის ერთსულოვნება, რაც არის ხელისუფლებას და ხალხს შორის. ჩვენ არაერთ უბანზე ვნახეთ, ყველა უბანზე არის კონცერტი. ყველა უბანზე მოყვანილი არიან პატარა ბავშვები, ახალგაზრდები, არის პატრიოტული სიმღერები და ხალხი არჩევნებზე მოდის როგორც დღესასწაულზე. მე მინდა უსურვო ყველა ნორმალურ ქვეყანას, რომ აი ეს დღესასწაული გაიზიარონ და რაც თავარია, იყოს ერთობა. ქართული სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ბელარუსიის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, სერგეი სირანკოვსაც შეხვდნენ და მისი საარჩევნო შტაბი მოინახულეს. სირანკოვი ბელარუსიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია. ის 2024 წლის არჩევნებზე მოპოვებული ხმების რაოდენობით მხოლოდ ლუკაშენკოს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. კენჭისყრის დღის ბოლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ამ ეტაპზე არც მოქალაქეებისგან, არც დამკვირვებლებისგან არ შემოსულა საჩივარი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. როგორც კენჭისყრის მსვლელობის, ისე ხმის დათვლის პროცესში, რასაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა. ამ დროისთვის მათი რაოდენობა 6.903.994 ამომრჩეველია. ბიულეტენი მიიღო 5.916.824 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი მოქალაქეების 85.7% შეადგენს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 5.916.195 ამომრჩეველმა, ანუ 85.96%. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება.
პრესკონფერენციაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის საშუალება მხოლოდ 10 ქვეყნის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა, მათ შორის იყო საქართველოც. საარჩევნო პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ქართული დელეგაციის წევრმა და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალურმა მდივანმა თემურ ფიფიამ შეაფასა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ბელარუსულ მხარეს და ბელარუსს შესაძლებლობისთვის, რომ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით. როგორც საქართველოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მთელი პასუხისმგებლობით შემეძლია ვთქვა, რომ 2025 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და ყველა იმ ნორმის დაცვით, რომელიც მიღებულია საერთაშორისო მასშტაბით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის ფონზე და ის, რომ ბელარუსულმა საზოგადოებამ და ამ ყველაფრის მიუხედავად ასეთი არჩევნების, ასე მშვიდად, ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩატარება აჩვენებს იმას, რომ ის არის გამონაკლისი და სამაგალითო ყველასთვის, თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამასთანავე შეძლო განვითარება. თუ საქართველოსა და ბელარუსიას შორის გავავლეთ პარალელს, საქართველომ ახლა მოინდომა საკუთარი სუვერენიტეტის მოპოვება, სუვერენიტეტის გზით სიარული. რასაც საერთაშორისო ძალების მხრიდან მოყვა მკაცრი რეაქცია და ნათელი გახდა მათი მიკერძოებულობა ჩვენი ქვეყნისადმი. 3 თვის წინ ჩვენ ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, სადაც ძალიან გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპების დაცვით უმრავლესობის მიერ მოხდა ახალი პარლამენტის არჩევა. ეუთო სადამკვირვებლო მისიამაც კი ცნო ეს არჩევნები, როგორც ლეგიტიმური. მაგრამ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა ეს არჩევნები არ აღიარეს როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე. იმის გამო, რომ ბელარუსიისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება ნაკლებადაა დაცული გარეჩარავებისგან, მათ მოახერხეს ქუჩაში საპროტესტო აქციების წამოწყება. საბოლოო ჯამში ბელარუსიის არჩევნები მოქალაქეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. ცესკოს მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 86% შეადგინა. საარჩევნო პროცესს 44,000 ადგილობრივი და მსოფლიოს 52 ქვეყნის 486 საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრებოდა, რომლებმაც ბელარუსიის საპრეზიდენტო არჩევნებს უმაღლესი შეფასება მისცეს. ხო, და ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ საშუალება გვაქვს ახლა ვესაუბროთ პირდაპირ ჩართვა გვექნება მინსკიდან და გვერდება ბატონი თენგიზ დუმბაძე. მოგესალმებით ბატონ თენგიზ. ტელემაყურებელს შევახსენებ, ბატონი თენგიზი გახლავთ მეშვიდე მოწვევის ბელარუსის პარლამენტის წევრი და კარგად ფლობს პოლიტიკურ სიტუაციას, კარგად იცნობს ქვეყანაში და აგრეთვე ის გახლავთ ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად ელჩის ფუნქციითაა აღჭურვილი, ესეთი არაოფიციალური ელჩის ფუნქციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, ეხმარება ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც დიდი ხანია უკვე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, საკმაოდ არის ნაწილი, რომლებიც წარმატებებსაც აღწევენ და ასევე იმ დევნილებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია იმყოფებიან ასევე ბელარუსში და სწორედ ამ თემებზე ვესაუბრებით ახლა ბატონ თენგიზ. ბატონ თენგიზ, გესმით ხო ჩვენი ხმა? კი, მოგესალმებით. ბატონ თენგიზ, თქვენ კარგად ფლობთ სიტუაციას, ანუ კარგად იცით ბელარუსში პოლიტიკური სურათი და ასევე ესწრებოდით არჩევნებს, აკვირდებოდით რა პრობლემები იყო წინა საარჩევნოდ ზოგადად და როგორ დაახასიათებთ სურათს, როგორი ვითარებაა ახლა ბელარუსში. ჩვენთვის ახლა ცნობილია ზოგადად ბელარუსთან დაკავშირებით უფრო მწირი ინფორმაცია გადის ქართულ ტელეარხებზე და იყო ასევე ევროპული მედიების მხრიდან თავის დროზე გაშუქებული ეს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც დასავლეთი ვითომ ამზადებდა არსებული ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, მაგრამ ნუ ეს ცნობილია რომ ეს არ გამოვიდა. თქვენ როგორ აღწერთ იქ ვითარებას, ანუ ბელარუსში რა მდგომარეობაა?
ბატონ დავით, მე მომეცით მივესალმო ბატონ თენგის. მადლობა გადაუხადო იმ დიდი შრომისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია იგი ეწევა ბელორუსში და განსაკუთრებით აი ბოლო დღეს ჩვენ მოფრინავდით და აი ეს დაუვიწყარი საღამო კონცერტი გამართა მის თამადობით ამ ორგანიზაციამ, სადაც მოწვეული იყო შესაძლებლობის ახალგაზრდები, ადამიანები. ეს იყო დაუვიწყარი დიდი ხანია მე მსგავსი სიამოვნებას მორალური და სევდაც არ განმისდია. აი ამ შესანიშნავი საღამოსთვის მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო თენგის და მერთა ხელი მოგიმართოთ და წარმატებები იმ დიდ საქმეში, რომელსაც თქვენ მრავალი წელი აკეთებთ. მაპატიეთ ჩართვისთვის ბატონო დავით. მოგესალმებით და პირველ რიგში მე მინდა გითხრა დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. აი მე უსმენდი თქვენ გადაცემას პირველ წუთიდან და ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს თქვენ ბრძანდებით მისხი და მე ალბათ სადღაც სხვაგან. დიდი მადლობა, იმიტომ რომ ისე როგორ გითხრათ ასიანად რა. აი რო იტყვიან დისიატკუ პაპალ რა, ასე გააკეთეთ რაც თქვენ სტატისტიკური კონდათ მონაცემები, რაც თქვენ გაცხოვრება ბელო, რომ ეს ასე ვიცი რომ ყველაფერი ალბათ 100% მართალი ბრძანდებით და მე ერთი რამ მინდა გითხრა. მე ბატონ ლუკაშენკოსთან ფაქტურად პირველი დღიდან ძალიან კარგად ვიცნობ და თავი პირველი ჟურნალისტი 1995 წელს როცა მან პირველად გახდა პრეზიდენტი. მე ვიყავი პირველი უცხოელი ჟურნალისტი, ვინც ავიღე დიდი ინტერვიუ და იმის მერე ყოველ წელს ჩამოვდიოდი და ისე მოხდა იცით რომ 2004 წლის მერე როცა მოხდა მეორე ვარდის რევოლუცია, მაგრამ უკვე თბილისში კი არა ბათუმში, იმის მერე მე დავბრუნდი ჩემს სამშობლო ბელარუსში, იმიტომ რომ აქ ვარ დაბადებული. ხო, გეტყვით რომ რაც ბატონმა მიხეილმა ბრძანა ძალიან ძიმე ვითარება იყო 90-იანებში ბელარუსში ძალიან და ეს ის მაგალითია აი როგორც სიტყვიან ოროლი ლიჩნეტი ისტორია აი რაც გააკეთა ლუკაშენკო თავის ქვეყნისთვის თავის ხალხისთვის ეს არის მაგარი მაგალითი ძალიან მაგარი რაც გინდათ უძახე დიქტატორიო ავიცით როგორც გინდათ ჩამოდით და დაინახეთ თვით და მე სურვილი მაქვს აი ყველა ჩვენი კოლეგები მე 30 წელზე მეტი ტელევიზიაში მუშაობდი და ჟურნალისტიკობა ჩემი ხელობაა და მე ყველა კოლეგებს მინდა მოუწვიო და მოდით და ობიექტიურად გადაიღეთ აი ხალხს შეხთით დაინახეთ რით ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს ეს ხალხი სიმშვიდე ბელარუსში რო არის მე მგონი დღეს სოფლიოში სადმე არ არის ეს მისი ზუსტად მისი დამსახურება ბატონ ლუკაშენკო კი იმ კაცი აბა როგორ უნდა იყოს მოიცით მე ბათუმელი ვარ და აჭარულად რო იტყვიან ბაბაინ დაიყოს ოჯახი აი თელი ბელარუსი არის მისი ოჯახი ყველა პოლიტიკოსმა უნდა ჩამოვიდეს და ისწავლოს დღეს მე ასე მიმაჩნია ხა სხვანაირად არ გამიგე არის ბელარუსი პატარა ქვეყანა არის ნავთობი გაზი რამე არ აქვს მაგრამ შეხედეთ ცხოვრების დონეს და გეუბნებით აი ლუკაშენკო არის მაგალითი პოლიტიკოსის პრეზიდენტის პირველი კაცი იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის დიდი ადამიანი. იმხელა პრაქტიკავს გავლილი და იქედან გამომდინარე ეს კაცი საქმიანობს. ზაფხულში როცა ყველა პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები დასასვენებლად სადღაც დადიან, ხო? ზღვაზე, მთარში ისვენებენ. აი ჩამოდით და ნახეთ, გასაკეთებს ლუკაშენკო. სიცხე იქნება, წვიმა იქნება, ვერტფრენით, მანქანით, მოტოციკლეთით, თუ კიდევ. თელ ქვეყანას უვლის და პატრონობს.
იმე თქულა არ უძახიან რომ აი არის народный პრეზიდენტი. კი, ბევრს არ უყვარს უცხოეთში, რატომ იცი? იმიტომ რომ დამოუკიდებელი პიროვნება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ქვეყანა მართლა დამოუკიდებელი იყოს. ჩამოდით და ნახეთ. სკოლაში შედით, უნივერსიტეტში შედით, ქარხანაში, ფაბრიკაში შედით, ყველაფერი, სწორედ თქვა ბატონმა მიხეილმა. ყველა არის დასაქმებული. გული არ ტყივა, ქართველი კაცი ვარ. რო ჩამოვდივარ საქართველოში. რა ხდება ხალხო? ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? უმუშავრობა. ვერ დავასაქმე. როცა მე სოფლიოში 120 ქვეყანაში ნამყოფი ვარ. და ხალხი, სადაც არ უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, ქართული სული მაქვს და ვამაყობ, როცა კაი რაღაცა ხდება საქართველოში და მიხეილ სააკაშვილიძე რო იძახოდე რეფორმატორი ისეთიო ასეთი, მე ვეუბნებოდი ხალხს. თუ ასეთი ძლიერია, ერთი დაასაქმე მე. ერთი ქარხანა, ერთი ფაბრიკა ააშენე. შეხედეთ ჩვენ სოფლიო მეურნეობას. ჩამოდით, მე ყველა მინისტრებთან მეგობრობ ბელორუსში. იცით საქართველოს როგორ უყარა? იცით როგორ უნდებიან? მეუბნებიათ ეგო როგორ მოხდა ასე? ისეთი ქვეყანა თქვენი და как можно было допустить? Сельское хозяйство развалить. როგორ შეიძლება? და დღეს კიდო მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში და ამ სიტყვაზე, მაგრამ ზოგი აგინებს, ზოგი აი ასე იძახის, ბელორუსიზაცია გინდათ, რომ მოხდეს საქართველოში. შვილებს ვეზრდით, მე თქვენ მე გულისმობ, იცით ვიზე. მე ხშირად როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მე ხალხს ველაპარაკებ. ქართველობა არ დაკარგოთ. ჩვენი კულტურა არ დაკარგოთ. ტრადიცია დაკარგული გვაქვს თითქოს. როგორ შეიძლება მე სექტემბერში ბოდიში დეკემბერში ორჯერ ვიყავი საქართველოში. თბილისში. ორჯერ ვიყავი წასული ჟურნალისტი ვარ. მაინტერესებდა ვინ რუსთაველზე გამოდის. მიცნესი. ვა ეს ლუკაშენკოს კაცია. მე ვთქვი დიახ და ვამაყობ ამით. და ჩვენმა ქართველმა ახალგაზრდებმა მითხეს რომ აი თქვენ ვისკენ ხართ? როგორ მოგწონს? მე ვუთხარ ბიჭებო. გული მტკივა რაც ხდება ჩვენ სამშობლოში, მაგრამ თქვენსკენ ნახდათ არ ვიქნებ. არ ვიქნებ. იმიტომ რომ საქართველოს ვერ გოუძლებს კიდო ერთ აი ამფერ გაჭირვებას, აი ამფერ ეს დღეს რომ ბიწოლა მიდის ჩვენ სამშობლოზე. თქვენ დაინახეთ, ეს ყველაფერი ბელარუსი კაი ხანი გავლილი აქვს. შენი სიმართლე ვინმეს არ აინტერესებს, არ უნდა. მე ვინმესი მომხრე არა ვარ, არა მაქვს უფლება. მე ვარ მომხრე მხოლოდ მშვიდობისა, მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხისა. ხალხნო, მაგრამ ჩაატარეთ ხო არჩევნები. არის ხო ციფრები ახლა პროდასავლეთურია ჩვენი ქვეყანა, საქართველოს გულისხმობ. თქვენ ხელში იყო ყველაფერი დაინახეთ, მაგრამ დაიმარჯვა ხალხმა, ვისაც არ უნდა ძველებურად მონად დარჩენიყო, როგორც ძველი ხელისუფლება აკეთებდა ერთი, მეორე, მესამე. დღეს სიმართლე ჩვენსკენა, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უნდა ხვალინდელი დღე, დამიჯერეთ. მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, პატარა 10 მილიონიანია, თან 10 მილიონიც არა, მაგრამ აქ ქართველები მაგრად უყვართ. ბელორუსს ვერ ნახავ საქართველოში რო არ იყოს ნამყოფი. და შეხედეთ რა სიტყვოთი და რა სიყვარულით. ვინ ზაფხულში თუ ბელორუსი არ ჩამოვა, რუსი არ ჩამოვა, უკრაინელი იგი, ნორმალური უკრაინელი. ერთი დამანახეთ, რამდენი ფრანგი, რამდენი იტალიელი, ამერიკელზე ვარ ლაპარაკობ. ჩვენ სტუმარ მოყვარე ხალხი ვართ.
მაგრამ უნდა დავაფასოთ ის, რომ ჩვენ დაგვაფასოს იმ სტუმარმა. თქვა არ უნდა მასწავლოს. აი, ასწავლეთ თქვა. პროდასავლეთურიო ეს უნივერსიტეტები და ეს რომ თქვენ იცით რა, საიდან ფონდობ მე ცხოვრება მასწავლა ისე რომ მე სოროსაც ვარ შეხვედრილი ნიუ-იორკში. მე სარასიატებს უძახი. ყველა ის პარაზიტები, ბაბუები ვის ნამუზე და სინდისზე. ყველა რევოლუცია სოფლიოში. ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც მოხდა რევოლუცია. და იმის მერე ნიუ-იორკში სოროს ერთ-ერთ მოადგილეს უთხარი. აგერ რუკა. მოი გაჩვენე ყველა ქვეყანა, სადაც თქვენ ჩაატარეთ ეგრეთ წოდებული რევოლუცია. არ სხვენია? თქვენ იცით რამდენი ხალხი დაიღუპა? რამდენი ცივილიზაცია დაიკარგა? ეს ხო თქვენ ნამუზეა. არ მიპასუხო. რატომ ამას ვამბობ? მე მაპატიეთ, მაგრამ გული მткиლა. არა ვარ ჩვენ ქართველები ის ხალხი, ჩვენ რამხელა კულტურა, რამხელა ისტორია გვაქვს. რატომ ვიღაცა უნდა ჩამევიდეს ბოდიში და ახლა ენაზე წარამარხს ვერ ვიცვიდა. ვინცა გაკუჭებული იმან უნდა მასწავლოს თქვა. მე მიყვარს ჩემი წინაპარი. იმიტომ რომ ის სულ მასწავლიდა. შვილო სოფლიო უნდა გიყვარდეს, მაგრამ პირველ რიგში გენი სამშობლო. აი ქართულად იცხოვრე. და მე ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს მინდა ვუსურო. მშვიდობა და ერთად ყოფნა. სანამ გვიან არ არის, ისწავლეთ რა ძალიან ისწავლეთ. ჩამომძამ და დაგანახეთ. რა არის მშვიდობის ფასი და რა არის იმის ფასი, როცა პირველ ადამიანს, პირველ კაცს უყვარს თავისი ხალხი და თავისი სამშობლო. და მე აქეთ მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ ჩვენ ქართულ დელეგაციას, ვინც ესწრებოდა ამ არჩევნებს და მე ვამაყობ. იმიტომ რომ ვაჟკაცები არიან. მე ვიცი რომ ბევრმა საქართველოში სხვანაირად უყურებდნენ ამ პროცესს. არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და დასავლეთმა უკვე დასკვნა გააკეთა. არ იყო დემოკრატიული და ლუკაშენკომ ისწავლა кайხი და აიღეთ მაგარი. ჩემთვის თავად ბრიუსელში, სტრასბურგში, ნიუ-იორკში რა სიტყვიან კი არა? რა სიფიქრებს ჩემი ხალხი. იმიტომ ხალხია ამერჩეველი. მე ხალხისთვის მოვდივარ დიდი ხანია პოლიტიკაში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხი ჩემ ქვეყანაში იყოს დასაქმებული, იყოს სიმშვიდე და სხვათა შორის იგიც მინდა ვთქვა, რომ თქვენ კითხვაში რო იყო ეს რა ვითარება იყო. იცი თქვენ 100,000 ჯარისკაცი საზღვარზე იდგა იქიდან მხრიდან. პოლონეთიდან, უკრაინიდან ჩვენ ბოლომდე ველოდეთ, რომ რაღაცა შეჭრა იქნებოდა. მე ეს თელი საზღვარი გავლილი. ბიჭებს მოუხევი. რატომ პირველ დღეს ვერ ნახე მაგრამ? რომ გამოდივარ იქ. ჯარის ბიჭებს ხედავ, საზღვარზე რაც ხდება ხედავ. თქვენ აზია რა ხართ, იმიტომ რომ არც ერთი დასავლეთის ჟურნალისტი ამას არ იტყვის, არც ერთი დასავლეთის ოპერატორი ამას არ აჩვენებს. რა ხდება იქ? ჩვენ სხვის იმიც არ გვინდა. მაგრამ ჩვენთან ვინმეს არ დაუშვოთ. და მე ვამაყობ იმით, რომ როგორც ქართველი ადამიანი და ვენაცვალე ყველა იმ ქართველს, ვინც ღირსია, ვის დღეს აქ ბელარუსში პატივსცემს ბატონ ლუკაშენკოს და მზად არის, რომ რა ბედი არ უნდა გველოს ჩვენ ერთად ვიქნებით. ჩვენ ერთად ვიქნებით. იმიტომ რომ ღალატი ჩვენთან არასოდეს არ გავდა. იგიც მინდა ვისარგებლოთ, რომ და რა მინდა გითხრათ ის ქართველებო, როცა ბელარუსზე რაღაცა ცუდ სიტყვას
ლაპარაკობთ, დაფიქრდით. ამ პატარა ქვეყანაში, ამ მიწაში 15,000 ქართველი დასაფლავებულია. მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჩვენი ვაჟკაცები. აი ჩამოვძანთ და გაჩვენებთ თითოეულ საფლავს. გაინახეთ, როგორ ბელორუსის მოსახლეობა ეპატრონება ამ საფლავს. 80 წელი გავიდა. მაგრამ რამე არ შეიცვალა. ხალხო, დაფიქრდით. თუ ჩვენ გვინდა ხვალ რომ საქართველო იყოს ძლიერი, ჩვენ უნდა გავნაზღოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიცია. უნდა დავაფასოთ ის ხალხი, ვინც მართლა სოლიდარულად ფიქრობს მხოლოდ საქართველოს. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ცოტა ემოციებით და არ ვფლობ იმდენად ლიტერატურულად ქართული სიტყვები, როგორც მინდოდა მეთქვა, მაგრამ დამიჯერე. გულით და სულით ლაპარაკობ, იმიტომ რომ მიყვარს საქართველო. მადლობა. და ვიცი, რომ დღეს არ არის ძალიან ისეთი იოლი ვითარება თქვენთან და დააფასეთ და სხვათა შორის პირველი რაც გავაკეთებთ, ხო, აი ჩვენი დიასპორა რო შევკეთეთ. დანა ცოტა დროა გასული დავიწყეთ მუშაობა, პირველი რაც გავაკეთეთ, მე ხელი მოვაწერეთ, მოულოცეთ საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილს. და წერილში მივწერეთ, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ვიყოთ თქვენს გვერდით. იმიტომ რომ მადლობა ბატონ თენგის. ეს არის თქვენი პრეზიდენტი. მადლობა ჩართვისთვის. მადლობას გადაგიხდით ამ ჩართვისთვის. საჭირო ინფორმაცია მიიღო, ვფიქრობ, ტელემაყურებელმა. ბატონ მიხეილსაც უნდა გამოთქვას თავის პოზიცია. ბატონ თენგის, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოგიხადოთ თქვენი აი ამ ძალიან დიდი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით საქართველოს სიკეთისთვის, ბელორუსის სიკეთისთვის, ჩვენი ერების დაახლოებისთვის. ძალიან დიდ სამუშაოს პრაქტიკულად მარტო ხართ აი ამ დიდ ბრძოლაში და თქვენ ახსენეთ ბატონი მიხეილი, ჩვენი ახალი პრეზიდენტი, მე იმედი მაქვს აი ეს დასანანი დანაშაულებრივი შეცდომას ვერ დავარქევ, რაც რო არ არის გადაცემული წმუნების სიგელები აი ჩვენმა აგენტმა პრეზიდენტმა ყოფილმა რო ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოს მიმართ. ანუ ეს მე დარწმუნებული ვარ, აი ეს დასანანი მდგომარეობა გამოსწორდება და ამავე დროს ვიტყოდი და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ დიდ შეხვედრას, რომელიც თქვენ მოუწყეთ, ქართველებს მოგვიწყეთ ჩვენ, აი ძალიან დაღლილები ვიყავით, ბატონო და ძლივს ვიჯექით და 5 წუთის შემდეგ აი ეს ანსამბლი იყო, ქართველებმა შეასრულეს სიმღერები და ბელორუსი ანსამბლის წარმომადგენელი იყო, ძალიან პოპულარული, ანუ ძალიან ცნობილი კაცი მოვიდა, ორი სიმღერა, იმღერა შლაგერი, ანუ ჰიტი და აი რაღაც სასწაული განწყობა იყო და აი ამ შრომისთვის, ბატონ თენგის, თქვენ დიდი მადლობა იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც და იმ სიყვარულისთვის, რომელიც თქვენს მიმართ არის და მინდა ვთქვა, რომ ბატონი თენგიზი არჩეული იყო მაჟორიტარად, მე მგონი მინსკის ერთ-ერთი რაიონიდან თუ არ ვხვდები. კი. ეს ძალიან სერიოზული, როცა რაიონი გირჩევს ქართული გვარის ადამიანს, რა თქმა უნდა, იქ დაბადებულს გაზრდილს ყველა, დაბადებულს იქ, რა თქმა უნდა, სისხლით ნახევრად ბელორუსია, ბატონი თენგიზ მაგრამ მეტი კონკურენტი მყავდა. ხო, და ეს ძალიან დიდი და მე მინდა აი ვითარებულ შემთხვევით და ჩვენ საელჩოს მოუწოდო უფრო მეტი აქტიურობისთვის. უფრო მეტი აქტიურობა საჭირო არ არის თუ ელჩი არსებობს იქ და არის ჩვენ სამწუხაროდ მე მინდა გამოვთქვა წუხილი არ მოსულა ჩვენ არ მისი არაფერი არ გვინდოდა არც ბასპინძლობა და არც პატივისცემა უბრალოდ როგორც დამკვირვებლებთან და ქართველებთან ნუ ეს სხვა ამბავია მაგას სხვადასხვა ვლაპარაკებ ბატონ თენგისთან არ ვიტყვი ამას მე მინდა თქვენ წარმატება გისურვოთ ბატონ თენგის ქართველებთან ერთად იმ გულანთებულ ქართველებთან ერთად რომელსაც ნოსტალგია აქვს და ზუსტად თქვენ რა ბრძანეთ თუ ეს ქვეყანა ჩვენი ქვეყანა აი ამ რელსებზე დადგება და მე დარწმუნებულა დადგება დღეს გუშინ წინ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა ბატონ თენგის და მე დარწმუნებულა რომ ბელორუსიზაცია რო თქვენ რომ ბევრ ქართველს რწმენიაო მე გარწმუნდებ თქვენ არც ერთი ნორმალური ქართველი ბელორუსიის მიმართ არ არის ნეგატიურად პირიქით მაღაზიებში ნახეთ რამხელა რიგები და როგორ იყიდება ბელორუსული საქონელი ქართველს მოენატრა ურთიერთობა
როგორც ბელორუსს მოენატრა ჩვენთან ურთიერთობა, ბატონო, გამიგზელდა. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებ და ყველას დიდი მოკითხვა ჩვენგან. ჩვენი დელეგაციისგან, ბატონო. დაიხარეთ და თანამშრომლეთ ზანკა ელჩი ყავს ბელორუს საქართველოში. აი მე ეხლა ერთ წუთი არ დამტოვო და მე დიდი მეგობარია და მე ვიდა ბატონ ანატოლის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ ურთიერთობისთვის, პატივისცემისთვის, იმ დიდი საქმიანობის, რომელიც მან გაწია და ქალბატონ ირინა ზუბკოს უფროს მრჩეველს, რომელიც ჩართული იყო პირველი დღიდან. ჩვენ ეს მუშაობა დავიწყეთ 2 თვენახევრის წინ. და აი ეს დაგვირგვინდა მე მინდა საერთოდ ყველა თანამშრომლს მადლობა გადაუხადო და ჯერა რომ ყველანაირ თანამშრომლობა ბალონთენგის საქართველოს და ბელორუსს შორის რაც არის 1-2 კი არა 1-10 გახდება უახლოეს წლებში და ამაში თქვენი ღვაწლი მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი იქნება თქვენი წვლილი. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენ გვერდებოდა პირდაპირ ეთერში მინსკიდან ბელორუსში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი თენგის დუმბაძე და ბატონ მიხეილ ჩვენ კვლავ გადმოვინაცვლოთ ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე თქვენ ახსენეთ ახლა ჩართვის დროს ყოფილი პრეზიდენტი და კვლავ გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილი ამბობს ასეთ რამეს რომ ესე შეხვედრა გაიმართა პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და 4 ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ 49 დეპუტატს მანდატები გაუუქმდათ, განცხადებები ჰქონდათ მათ დატოვებული. ერთადერთი არ გაუუქმდა გახარიას 12 კაციან სიას, ვინაი დეპუტატებს ჯერ ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ არ არიან პარლამენტში ფიზიკურად შესულები, თუმცა უკვე იყო გამოხმაურება იმავე კობახიძემ თქვა, რომ 12 ნაცი კიდე რჩებაო და თუ კი ახლა დავაკვირდებით თუ ივლიან და ნახევარს ჩააგდებენ არ ივლიან პარლამენტში სასესიო სხდომებს ჩააგდებენ შეიძლება მათაც შეუწყვიტონ ეს საპარლამენტო მანდატები კი კანონია თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი ესეც კიდე ერთი ფაქტი ამათვის გახდა სალაპარაკო ამ ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვის და ნუ ელჩებიც იყვნენ დასავლეთის ქვეყნების ელჩები და სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა აღარ არსებობს კონსტიტუციაო აი ასეთი პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა მათთვის თუ ესე თვლიან მე ვთვლი და ჩვენი ის ხალხი ვინც ჩვენერთ აზროვნებს და რეალურად უყურებს საქართველოს მომავალს როგორც ბატონი თენგიზი ბრძანებს და ჩვენ ვთვლით რომ საქართველოში ეხლა იწყება პოლიტიკური ცხოვრება ეხლა იწყება საქართველოს განთავისუფლება და აი ამ სოროსიატებისგან და აი ამ 30 წლიანი 35 წლიანი ჯოჯოხეთიდან რომელიც ჩვენ დასავლეთმა ჩაგვაგდო რატო არის ბელორუსი ესე თავისუფალი ისე მოუშოლიებ მან მრავალი წლის წინ უთხრა უარი და მრავალი წლის წინ შეცვალა ვექტორი და საკმაოდ მძიმედ შეიცვალა ვექტორი მე ვერ ვიტყოდი რომ ძალიან მარტივი იყო მაგრამ იქაც დასავლეთმა გააკეთა ის იქაც დასავლეთი იყო ანუ სრულ მონობას ითხოვდნენ 90-იანებში ჩვენგან ბელორუსისგან ყაზახეთი თურქმენეთი და ანუ პოსტსაბჭოური ქვეყნები ყველა უნდა მონაყოფილიყო როგორც კი შენ მოითხოვდი ოდნავ სუვერენიტეტს, ოდნავ შენი ინტერესების გატარებას, ჩვენ ამოსატანი ვართ შუაგულ ევროპაში, აგერ ბულგარეთს და იმ ქვეყნებს რა მდგომარეობაში ბალტიისპირეთს რა უქნეს. ანუ ბალტიისპირეთი გაანახევრეს მოსახლეობა და ეკონომიკა საერთოდ მიწასთან გაუსწორეს. ესენი არიან შემოსევა, აი ისტორიაში ხო გვისწავლია, რომ წაგვიკითხავს, რომ შემოესია ურდო შემოესია და 30 წელი ეს ურდო აკაურობას ხრავს და ხრავს ზუსტად იმას რაც ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა, პაპებმა, ბაბუებმა, როგორც როგორ გაუხარდება, შექმნეს თავისი სისხლით, თავისი არნახული შრომით და დღეს იქ მინსკში ყველაფერი შენარჩუნებულია, ქარხანა, ფაბრიკა, ყველაფერი მუშაობს. რატო არა, იცი რატო არ შეგვეძლო? იმიტომ რომ ჩვენ მატრაკვეცები აღმოჩნდეთ. გაცილებით პრაგმატიზმი და უბრალოდ ახლა ბატონ თენგიზმა სწორედ თქვა პიროვნების როლი ისტორიაში. ჩვენ სხვა რეალობა და სხვა აი შევარდნაძემ გაერთიანა გერმანია და ახლა გვარჩინოს გერმანიამ. ანუ შიზოფრენიის პირველი ეტაპი ჩვენ უკვე გავლილი გქონდა. ჩვენ ახლა შიზოფრენიის რაღაც სასაულო მაღალ ნიშნულზე ვართ ასულები, როდესაც კიდე ამათ იმის იმედი აქვთ, რომ ოდესმე ესენი
გახდებიან ევროკავშირის წევრები. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ლიბერალი ოპოზიციონერების ტონში უკვე ბზარია გაჩენილი. ვეღარ აქვთ ის გორდორი და ის ყელყელაობა, რომ რუსეთს დაამარცხებს უკრაინა გაიმარჯვებს. ეხლა ფიქრობენ როგორ გადაიდაროს ამ მდგომარეობამ. ხვდებიან რომ დასავლეთი მათ აბსოლუტურად არ დაუდგება გვერდში. ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ მათ თავისი საქმე აქვს და საქართველოს ნაკლებად აღელვებს. ერთადერთი თუ ამათ აიძულებენ ქვეყნის არევას აშიც უკვე შეიძლება ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს 2 თვის წინ, 3 თვის წინ, 1 თვის წინ ეს შეიძლება კიდე დაშვებული, მაგრამ აი დღეს რა ნაბიჯების გადადგა ხელისუფლებამ და ეს კანონები რომელსაც შემოიტანოს, მე ესე ვისურვებდი რომ ამის გაჩერება უკვე იქნება საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ანუ იმ ხელა სიჩქარე აქვს აკრეფილი ხელისუფლებას სახელ დეკოლონიზაციის. ეხლა ჩვენ გადავიდეთ დეკოლონიზაციის შუა წელში ვართ ეხლა. დაწყებული იყო 2 წლის წინ, ეხლა დეკოლონიზაციის შუა წელში ვართ. ამის ანგაჩერება, ან დამუხრუჭება გამოიწვევს ძალიან ცუდ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს. ჯობდა არ დაეწყოთ, ვიდრე გააჩერონ. ამიტომ ბატონებო, ქართულ ოცნებას მიმართავ და მის ლიდერებს. თქვენ დღეს უფლება არა გაქვთ უკან დახევის. იმიტომ რომ უკან დახევა ეს იქნება საქართველოს როგორც სახელმწიფო დავარქვათ, აღარ მინდა ახლა ამდენი ასე ვთქვათ საუბარი ამ თემაზე, როგორც ქვეყნის სრულ მოსპობას, იმიტომ რომ მათ თუ იგზნეს რომ ბზარია გაჩენილი, ხმაში არის ბზარი, საქმიანობაში არის ბზარი და აი ეს ნაბიჯ ყველა განცხადება არ იქნა რეალიზებული კონკრეტულ საქმეში, მაშინ მათ მიეცემათ გული და მერწმუნეთ გამოინახება კიდე ის თანხები, რომელსაც ბოლო კაპიკებს მოაკლებენ თავიანთ ქვეყნის ჯანდაცვას მოაკლებენ, მედიცინას მოაკლებენ, ყველაფერს მოაკლებენ ჯანდაცვას განათლებას და აქ ჩაყრიან ფულს, ოღონდ ეს ქვეყანა აურიონ, მაგრამ იმედი მაქვს აი ეს ნაბიჯები თქვენ რას ბრძანეთ დღეს და რა განცხადებების გაკეთდა და აი ეს საგამოძიო კომისია ბოლომდე ამოატრიალებს იმას, რის უფლებაც არ ქონდა ხელისუფლებას დასავლელი კურატორებისგან. ამიტომ იმედი ვიქონიათ, რომ აი ეს კლიშე, ბელორუსი გინდათ, რუსეთი გინდათ? ბელორუსი და რუსეთი თავის მოსახლეობას ნორმალურად ექცევა და ერთ მოსახლეზე სამჯერ დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს შემოსავალი ერთ მოსახლეზე ბელორუსიაში საქართველოსთან შედარებით. ცხოვრების ხარისხი მაღალია ბევრად კი. აი მე დავდიოდით, აი ბატონო მე ქუჩაში ავედით ამდენჯერმე და გვინახა სადმე აი დაგდებული ფურცელი თუ სიგარეტის ნამწვი. ვერა მსგავსი ვერ ვიპოვნე. იმიტომ რომ ეს ადამიანს ნელ-ნელა უждდება მისი ცხოვრების წესი ხდება. და სხვასაც პატივისცემს და საკუთარ თქვენ წარმოიდგინეთ აქ ვაკხანალია ნორმად დაადგინეს უკვე ან რუსთაველის პროსპექტზე რო გაივლით ხო ნახავთ ხო? ხო, აი ჩვენ აი ეს რაც კარგია. რა მოხდა ბელორუსში? რაც კარგი იყო, ის დაიტოვა კომუნისტების პერიოდიდან, რაც იყო მანკიერი, ის ახლა მანკიერი იყო, ძალიან ბევრი რამე იყო მანკიერი, მეკთამეობა და უბედურება, ხო? ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქონდა შეხვედრა. ერთ-ერთი საარჩევნო უბანი იყო და იქ მაღალი თანამდებობის პირი დაგვხვდა და კაი ხანი ვისაუბრებთ. განმარტა როგორ არის აწყობილი სოფლის მეურნეობა, რა პრინციპებზე მუშაობს, როგორ არის დოტაცია, სად დახმარება, სად ახალი ბაზრის მოძებნა. ჩვენ რო გავუშვით 90-იანების ბოლოს 2000-იანებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელი დაიბანა. არც ბაზრის მოძიება, არც დოტაცია, არც ხელშეწყობა. ეხლა წამოვიდა ბოლო რამდენიმე წელი ეს აწარმოეს საქართველოში და ეს დიდი შეღავათია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა კონდეს მიმართულებები, სად არის პრიორიტეტი შენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია. და არა ის, მაპატია ყოველდღე ამ ფასი დაწიოს და მარეგულირებელი გახდეს, ასე ვთქვათ, ამა თუ იმისი, მაგრამ ეს მოდის საიდან? ეს მოდის იქიდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლებებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ 90-იანი წლებიდან და ეს მარტო საქართველოში არ იყო, ბატონო დავით. ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნის პრეზიდენტები, მათი ოჯახები უცებ გახდნენ მილიონერები. უცებ აი რამდენიმე წელიწადში გახდნენ ყველა მილიონერი. ეს შემთხვევითი არ იყო. რატო იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველასო ძალიან დიდი ფული გაუჩნდა? ელიტაზეა საუბარი, რამდენიმე ათეული კაცი აკონტროლებდა ამ ფულს, ხო? იმიტომ რომ ისინი უნდა დაჭერილი ყოფილიყო ამ ფულით. რატო არის დღეს ბელორუსის ჯვარიწერია უკრაინაში დღეს კედელთან ყავთ მიყენებული? ჯერ მილიარდები მისცეს. იმან თავისი ეგრეთ წოდებული ატყატები გააკეთა და ეხლა ის გამოიყვანეს. ის არის ბოლო
კრაინი მივოზელარი. აი ბოლო პასუხის მომთხოვნი მაგი იქნება. და ეს ჩვენ არ გვინდას, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ რელსზე და ისეთი მადლიანი ქვეყანაა ჩვენ რომ აი ერთხელ რელსზე თუ დავდექით, აი როგორც პატარა ბინა ადვილად ირევა და ადვილად ლაგდება. ჩვენც ასე ვართ. მადლიანი ქვეყანაო თქვენ ამბობთ ახლა აი headline-ია ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 274 მილიონ დოლარს გადააჭარბა. და რომელი ქვეყნებია ნეტა? სასმელის 70%-ზე მეტი რუსეთში გადის. ხო. და ვინ გახსნა რუსეთში ღვინის ბაზარი თუ ნეტა თუ ახსოვს ვინმეს? საქართველოს ბიზნესმენებს სამწუხაროდ საკმაოდ მოკლე და არა პრაგმატული მეხსიერება აქვთ. ბატონებო, ესე ვერ გაგრძელდება, რომ დღეს თქვენ ხელისუფლებას ლანძღავთ, ოპოზიციას აფინანსებთ, მიტინგებს უფინანსებთ, პროდუქტი მიგაქვთ, მე იმედი მაქვს, რომ სამსახურებმა იციან ამის შესახებ, რომელი ბიზნესი არის ამაში და მე არავის რეპრესიებს არ მოვითხოვ. მე მოვითხოვ იმას, რომ ბიზნესი მოვიდეს გონს და ჩადგეს ხალხის სამსახურში. და რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ბევრ სამინისტროს, აი როგორც პარლამენტი გაიწმინდა ახლა 59 ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დეპუტატისგან, ასევე უნდა იყოს ყველა სტრუქტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელსაც ამოსვლის შანსი დამოუკიდებლად ჩვენ არ გვექნება. ჩვენ აღმოჩნდებით იმ მდგომარეობაში, ბატონო დავით, როგორც 19 საუკუნის დასაწყისში უცხოელები ჩამოდიოდნენ, ჯერ წერა-კითხვა გასწავლეს, მერე კიდე რაღაცეები და მერე ინდუსტრიალიზაცია რო დაიწყო, ჩვენი ყველა ქარხანა, რომელიც აშენდა საქართველოში, აშენებული იყო რუსი, ბელორუსი, უკრაინელი და ასე ვთქვათ, მათ შორის დასავლელი სპეციალისტების მიერ. 31 ქარხანაში ძირითადი სპეციალისტები ამ ხალხმა დაგიტოვეს, აგიშენეს. მე იდეალიზაციას კი არ ვახდენ, მე ვახდენ ფაქტების კონსტატაციას. და მიწასთან გავასწორეთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ამერიკას ეთქვა, აუ რა კარგი დემოკრატია გაქვს და როგორ ყვავი საქართველოში დასრულდა. არავითარი დემოკრატია ეგრეთ წოდებული არ ღირს ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახების გაჭირვებად. ჩვენი გულგახეთქილი, ჩვენი მამამჩემის თაობა 90% გარდაიცვალა ძალიან ადრე. იმიტომ რომ დარჩენ უმუშევრები, ფუნქცია დაკარგულები, ახალგაზრდა ხალხი. ყველამ ვერ შეძლო რაღაცეები, არა, ყველას მასწავლებლებს არ უნდა მოთხოვო, შენ გახდეს მარიფათი კონდეს და რაღაცა. ქალბატონები წავიდნენ უცხოეთში. ისინი არჩენენ ოჯახს, კიდე ერთხელ იცით, ქალბატონებო, ჩემი თქვენდამი დამოკიდებული პატივისცემა და თაყვანისცემა. ჯოჯოხეთ თუ შრომაში არიან. და დღეს ბელორუსი ყოფილა ცუდი. და ყოფილა დასავლეთი კარგი, რომ მიწასთან გაასწორა ეს ქვეყანა, მოვშეთ კეკლუცობას, მოვშეთ მაიმუნობას და მე კიდე ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგავს. დღეს აი ახლა მეოთხე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სიჩქარეში არის. ასე რომ ავიღოთ სიმბოლურად ეს მდგომარეობა, რომ ხალხი წამოყვება და ხალხმა დაიჯეროს, რომ კაცი რომელიც იპარავს ადამიანს, რა ბელორუსის ერთ-ერთი საიდუმლო არ იპარავენ. ანუ მეკთამეობა პრაქტიკულად არ არსებობს. უცხოეთში, ბინა, ანგარიში, ეგეთი რამე ვერ წარმოიდგენს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, უცხოეთში სახლი იყიდოს ან რაღაცა ანგარიში გახსნას. რაში ჭირდება? თავისი ფეხით მივა კგბ-ში. კგბ ქვია იქ. კიდე როგორც იყო ადრე. მენტალურ დონეზეც ისე არიან, რომ არ ჭირდებათ, ან საკუთარი სამშობლოს ქვეყნის პატრიოტები არიან. ყველაზე კომფორტულად ცხოვრობენ თავიანთ ქვეყანაში. და რაში ჭირდებათ საზღვარგარეთ ეს ვილები და ასე შემდეგ, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. და მერწმუნოს ხელისუფლება, რომ ხელისუფლება თუ ერთნაბიჯს გადადგავს ხალხის მიმართ და ხალხის ინტერესების გასაძლიერებლად, მოსახლეობაც გვერდში დაუდგება. ჩვენ აი ეს მდგომარეობა გვაქვს, ბოლო დავით დღეს ამ ქალბატონთან ამ ესე რა ქვია, ცერეოს ნასეთ გავს. დღეს მიუვიდნენ თავის ელჩები, ხო? რა აზრი გამოიტანეს იქიდან? მე ვიცი რაც გამოიტანეს. აი ესე ისხნანის და ვაი იძახეს, ეს რა დაგმართვიათ, ეს რა გემართება და კონკრეტულად ვერაფერი. ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ გამოვიდა იქიდან. სანქციებს, რამდენი სანქციებსაც დაადებენ ახლა ბატონ ბიზნაევანიშვილს, უფრო უკეთესია მე თუ მკითხავთ რა. იმიტომ რომ ბოლო ყველაფერს აქვს თავის სახელი. ჩვენ როდის თქვით, შარშან ამ დროს თქვით და ცოტა ადრეც. ყველაფერი რო შეუსრულოს ოცნებამ, მაინც არ შეინარჩუნებენ ოცნებას. ოცნებას აქ ერთადერთი გზა ადგენენ ამ სამინისტროებში წმენდა და პოსტსაბჭოთა, პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ კიდევ გვაქვს ურთიერთობის საშუალება. დავიწყოთ პირდაპირ თანამშრომლობა, გავხსნათ ერთობლივი საწარმოები, ჩვენ გავხსნათ იქ, ისინი ჩამოვიყვანოთ და ეს ეკეთდება ეკონომიკა, ასე ეკეთდება
ქვეყნის აშენება და არა ისე როგორც ექსპორტზე და კუპი პრადაიზე აწყობილი ქვეყანა. ამ მდგომარეობაში ვართ და ამიტომ არის ჯანდაცვა თურქეთში 96 წელი იყო და ახალციხეში მიდოდა ინსტიტუტი მაშინ კომპანიის პროექტორი ვიყავი და გვიმოდა გოგეხსა კლინიკა. მრავალპროფილური, სტუდენტები ყავდა, სასწავლო დიდი კადრები ყავდა და მაღალი პროფესიონალი კადრები ყავდა პედკოლექტივის და ახალციხეში გვიმოდა კლინიკის გახსნა. საიდანაც არ დაგანი ყარსი ამოკეთს მოსაზღვრე ტერიტორიიდან ჩამოვიდოდნენ და იმკურნალებდნენ. ისიც რამხელა მოთხოვნა იყო თურქეთის მხრიდან $1000 იხდიდნენ ერთ ოპერაციაში, მაშინ $1000 ერთი ბინა იყო. მიუხედავად ჩემი კავშირების რაღაცა მაშინ კიდე მქონდა ურთიერთობა, ცოცხალი თავით არ გოგახსნევიეს ეს კლინიკა. ცოცხალი თავით. ნახეთ, ბიუჯეტში ფული შევიდოდა. ადგილობრივი კადრი დასაქმდებოდა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებელი კვირაში ორჯერ ჩაგვიყვანა. სასტუმრო ყველაფერი დალაგებული ქონდა. არა დღეს რა მდგომარეობაში ვართ? ვაპატიეთ და ყველა თურქეთში მიდის. ეს უფრო ადრე დაიწყო ბატონო მიხეილ, ასეთ რაღაც მე მაგალითს მოგიყვანთ. არა, ბაბადე 96-ს გეუბნებით, 90-ს. ხო და უფრო ადრე გეუბნებით ჯერ კიდე 80-იან წლებში შემიძლია ეს დოკუმენტურად დავადასტურო, ბიძაჩემის გამოგზავნილი ხმოვანი დამრჩა. გაუშვა, როცა იყო ქუთაისში რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, მაშინ 80-იან წლებში. ცნობილი ფაქტი იყო მაშინდელ საკავშირო პრემიაში გააშუქეს, როდესაც ეს ესტონელ გოგოს ცელით ფეხები მოეკვეთა და ქართველმა დათიშვილმა მიაკერა ეს ფეხები და გაუთფა ამ გოგონას ფეხები და გაიარა. ბიძაჩემმა საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროში შეათანხმა პროფესორების ჩამოყვანა დაბინავება წყალდუბოში სამხედრო სანატორიუმში და გაგიკვირდებათ და ბორბლებში ჯოხების გაჭრა დაუწყეს. და ვინ იყო ამის მოთავე? ასლანიკაშვილი. სამწუხაროა. ხო, ნუ აი ეს ჩვენ ხო ვიცით, ბატონო დავით, რომ 80-იან წლებიდან 82, 1, 4, 5 უკვე საბჭოთა დაშლა. უკვე ეს მახავიკი უკვე ჩართული იყო. და 90-იან წლების ბოლოს ამან აკრიფა საბოლოო აი მხადა ძალა მიიღო. ხო ეს ამაზე თუ ვიკამათებ და ვისაუბრებთ, უინტერესო თემა არის. ამიტომ გავაკეთოთ დასკვნები აი ბოლო 35 წლის, გამრილი 35 წლის, გამოვიყვანოთ სააშკარაოზე ის მწამებლები, ისინი, ვინც დღეს კიდე სტრუქტურებში ყავთ და ყველა სამინისტროში ეს რო არ გაკეთდეს, ჩათვალეთ, რომ სიტუაციას ვერ გაასწორებს ოცნება. გამორიცხულია. აი თქვენ ნახეთ იქ ბორბლებში ჯოხების კი არა ვაპატიეთ ხის მორებს შეტენია ამას პირდაპირ ვამბობ პირდაპირ ეთერში ამიტომ მე იმედიანად ვარ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ბელორუსის ხელისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბელორუსის საელჩოს საქართველოში და ჩვენ დელეგაციას და ჩვენ ყველა იმ თანამშრომლებს რომელმაც ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაშუქებულიყო და ნორმალურ ქართველს დაენახა რა მდგომარეობაა ჩვენ სამეზობლოში. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ნახვამდის.